სოლიდარობას უცხადებთ სინდისის ყველა პატიმარს და ჩვენს კოლეგას ნინო დათაშვილს. დღეს ჩვენ პროფესორ მასწავლებლები და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ვაცხადებთ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არის ჩვენი ქვეყნის ისტორიულ-ცივილიზაციური ორიენტაციის გამოხატულება. ევროკავშირთან დაახლოების ნიშნული, ქვეყნის უკეთესი მომავლისა და განვითარების პერსპექტივა, რომელიც ქართველმა ხალხმა დაუღალავი შრომისა და თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად მოიპოვა. ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვით, გაუქმებით დავკარგავთ იმ ქვეყნებთან უშუალო კავშირს, რომლის აღიარებაზეც დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, ჯანდაცვის, სოციალური სტაბილურობის, განათლების უკეთესი სისტემის და მარტივად მოგზაურობის შესაძლებლობას. მოგიწოდებთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით სტუდენტებსა და ახალგაზრდებს, ყველას განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა. 13 სექტემბერს 19 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი, რომ კიდევ ერთხელ უარი უთხრათ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო სუვერენიტეტი და ქვეყნის მომავალი. არა რუსულ რეჟიმს, დაიცავი უვიზო. გმადლობთ.